მიხეილ სააკაშვილმა დადო Facebook-ზე ვიდეო. ყოველ შემთხვევაში მის სახელით დაიდო ვიდეო ეს მის გვერდზე, ხო? ჩვენ ვიცით რომ ვიღაც ადამიანი ყავს და ის დებს ამ ვიდეოებს. სადაც ნაჩვენებია როგორ კრავს დემონსტრაციაზე ინტერვიუს მიცემის დროს გვარამიას პარტიის წევრი თენგვის თევზაძე ხელს ვიღაც დემონსტრანტს, რომელიც წინ გადაეღობება კამერას. და სააკაშვილი თავის ტექსტში მოუწოდებს თენგოს, კაი ბიჭი ხარო, მაგრამ საჯაროდ მოუხატე ბოდიშიო. ამ კაცო, არ შეიძლება დემონსტრანტთან შენს მომხრესთან ალიანსის დემონსტრაცია რო იყოს 26 მაისს იმაზეა ლაპარაკი, რომ ასე მოექცეთო. იცით რა არის? რა თქმა უნდა, უხეშად მოიქცა თენგო თევზაძე. მე არა ვარ ახლა არც ერთი მათგანის ამომრჩეველი, არც ერთი ალიანსის პარტიის წევრისა და არც იქნები ალბათ დიდი ალბათობით უფრო კაცრად რო არ ვთქვა. თუმცა რა თქმა უნდა ინტერესებული ვარ რომ ამ ალიანსმა მიაღწიოს თავისუფალ არჩევნებს და ეს თენგო თევზაძე რაც მე შემიძლია ვთქვა და არ მეშლება აშკარად, ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია ამ არჩევნებისა. რა თქმა უნდა მან ვერ მოზომა ინტერვიუს დროს წინ ჩაჭრილ დემონსტრანტს ხელი კრა გამოდიაქეთო. უხეშობა იყო ეს, არ იყო ლამაზი, მაგრამ მე ეს მაინტერესებს კაცო. ჯერ ის უნდა გავარკვიოთ, მიხეილ სააკაშვილი დებს ამ ვიდეოებს და ასწავლის ჭკუას მაგალითად თენგო თევზაძეს, როგორ არ მოექცეს უხეშად დემონსტრანტს. თუ მიხეილ სააკაშვილი დებს ამას, გასაგებია. თუ მიხეილ სააკაშვილი არ დებს ამ პოსტებს, დღეში რამდენიმე სადაც გამორიცხულია თავად მიხეილ სააკაშვილმა დადოს, იმიტომ რომ ციხეშია ვიცით. და ადვოკატი მასთან ასე ხშირად ვერ დადის, რომ მისი პოსტების გამოქვეყნების შინაარსი და თარიღები და ქრონოლოგია შეათანხმოს, ხო? მაშინ სააკაშვილმა რატო უნდა ასწავლოს თენგო თევზაძემ ეთიკა პოლიტიკური? აი ამიხსნენით ერთი, აი მართლა მაინტერესებს. ამას მე ჩასაფრებული პოზიციიდან კი არ ვაკეთებ. ეს უნდა გავიაზროთ ყველამ რა ხდება ქვეყანაში და რატო ხდება. სააკაშვილისგან ვინმეს ესწავლება პოლიტიკური ეთიკა და ადამიანებთან მოყრობა? აბა დაუფიქრდით. სააკაშვილმა ბოდიში მოუხადა მის მიერ გამწარებულ ნაცემ-ნაბეგ პატიმრებს, ადამიანებს, დემონსტრანტებს გავიხსენოთ ახლა ჩვენ ის დემონსტრაციები ათობით, სადაც მისმა ჯალათებმა რა ვიცი, დაკეპეს და დაჩეხეს ხალხი და დაასისხლიანეს, რომელი ერთი ჩამოვთვალოთ. ჩვენ ერთი კადრი ვნახეთ მხოლოდ ციხის კარანტინის დაშლის კადრი. გემასწორებათ ის, როცა ქოცნებამ გამოუქვეყნა 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების წინ, ხო, გვახსოვს? ეს ერთი კადრი იყო, სადაც ცემდნენ კარანტინის უფროსები, ციხის ხელმძღვანელები პატიმრებს, ჩვეულებრივად, მოდიოდა მათთან პატიმრად, გიმახსოვრებათ, ხო, გაივლდნენ მათი, ჩაწიხლავდნენ ყველა ერთად. აი რაც გორის ჯალათმა პოლიციელებმა გაუკეთეს იმ ორ ადამიანს, ზუსტად ეგ ვარიანტია, ხო? წიხლავდნენ. არაფრის გამო, პროსტო მოდიოდნენ, ვინ ხარ, რა ხარ, სახელი გვარი, მუხლი და ცემდნენ რა უბრალოდ. და ესეთებს აკეთებდნენ ყოველ დღე, ზოგჯერ დღეში რამდენჯერმე, თუ არა და აგერ უამრავი პატიმარია, რომელმაც სააკაშვილის ციხე გამოიარა და გემახსოვრებათ და ალბათ თითოეული თქვენთანაც აყავს ასეთი ახლობელი ნაცნობი, რომელიც სააკაშვილის ციხეში იჯდა და უბრალოდ ცემდნენ, შედიოდნენ საკნებში და პროფილაქტიკისთვის ცემდნენ, არაფრის გამო, საერთოდ არაფრის გამო. ხო ვიცით ეს ამბავი. და სააკაშვილმა, რომელსაც ესა გაკეთებული და ეს სისტემური დანაშაული იყო მის დროს, რატომ უნდა მიუთითოს ვიღაცას დიახ ძალიან ცუდ საქციელზე? ყველამ თავის ბოზმამიდას მოუაროსო, გახსოვთ ხო ეგ ცნობილი ქართული გამოთქმა. და გამოვიდეს სააკაშვილი და ბოდიში მოუხადოს იმ ხალხს, რომელიც აწამეს ათობით 1000 ადამიანს.
პროკურატურაში ვისაც არ ახსოვს შევახსენებ სააკაშვილის რეჟიმის შეცვლის შემდეგ 20,000-მდე საქმე აღიძრა ბიზნესისა და ხელოვნებისა საკუთრების უფლების დარღვევის შესახებ. ვისაც წაართვეს ქონება, ბიზნესი და ასე შემდეგ. 20,000. მინდა გითხრათ, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა არ დაკმაყოფილებულა. რატომ? იმიტომ რომ ქოცებმა გადაიბარეს ის ჯალათები, რომლებიც სააკაშვილის დროსაც ჯალათები იყვნენ და ემსახურებოდნენ რეჟიმს და ნუღა ჩამომართლებინებთ ახლა იმ მოსამართლეებს, იმ პროკურორებს, იმ პოლიციელებს, რომლებიც გადაიბარა ქოცნებამ ასე ლაღად და შეიზილა მთელი ეს ნაცჯალათობა. დღესაც რო ყავს მინისტრება ყავს კაცვაგე გივია მიქანაძე ზუსტად იმ ციხის კურატორი იყო სადაც ამბები ხდებოდა ადეიშვილის მოადგილე. მოკლედ ჯერ ერთი გავანებოთ თავი ერთმანეთის კბენას, რაც აშკარად იკითხება იმ პოსტში, რომელიც სააკაშვილმა გამოაქვეყნა გვარამიას პარტიის წევრს. უბრალოდ ბოსტანში ქვაკი არ ესოლა. მიაწიხლა. მეორეც უხერხული არის მესამე პრეზიდენტი დაძდევდეს რომელიღაც პარტიის, რომელიღაც წევრის ელემენტარულ გადაცდომას და პოლიტიკურ მორალს და ზნეობას ასწავლიდეს როგორც ამ ამბის დიდი ქურუმი და დიდი გამოცდილების მქონე ადამიანი. აი ეს არის. გავანებოთ თავი ერთმანეთის კბენას. მე რამდენად ვამბობ უკვე. ერთი მტერი ყავს ყველას. სააკაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ოპოზიციური ალიანსის ჩაფლავება, რასაც ნეფსით თუ უნებლიედის აკეთებს უკვე კარგახანია. თუნდაც იმ გუშინდელი პოსტი იყო კიდე ის ვინც მე მიღალატა ის არ არის ცნობილი პოლიტიკოსიო საერთოდ, მაგრამ მელიამ რაც გააკეთაო, როცა ჩემს ხარდასაჭერად გამოსული ხალხი აქცია დაშალაო, ამას ვერაფერი ვერ გადაწონისო. ანუ მელიას დააბრალა ის, რომ ის ციხეში არის. არც მელიას დავცველად გამოდგე მე გასაგები მიზეზების გამო არაერთხელ გამიკრიტიკებია მისი ნაცნობების თავმჯდომარეობის დროსაც, მაგრამ ეს მელია უკვე 4 წელი აღარ არის მე მგონი, ხო? ნაცნობების თავმჯდომარე. კაი მელიამ ჩაიდინა დანაშაული და მიხეილ სააკაშვილის პატრონობიდან გამოსახსნელად მობილიზებული 10,000-ობით ადამიანი სახლში გაუშვა. არ მიყვე ბოლომდე საქმეს. კი ბატონო, მიყვეთავ ლოგიკას. და 4 წელი გავიდა მელიას ჩამოშორებიდან ამ პოსტიდან, ხო? რამდენადაც მე მახსოვს და მეხსიერება ძალიან კარგი მაქვს ხაბეიშვილმა. ზუსტად ამ ლოზუნგით, ერთ-ერთი მთავარი ლოზუნგით ჩამოაგდო მელიამ თავმჯდომარეობიდან არჩევნები მოაწყეს, რომ ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ მიხეილ სააკაშვილო, მიუვარდებით ვივამეთშიო, ხო გახსოვთ? ანუ მელია ცუდად იქცევა და არ აკეთებს ამ საქმეს და მე რომ მოვალ მე გავაკეთებ, ხო? გინახავთ თქვენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია ნაცების დიდი ამ 4 წლის განმავლობაში? არა. ანუ მელიამ რო ჩაშალა ეს საქმე, მე რატომ არ გააკეთეს, თქვათ, მე იყო 4 წლის განმავლობაში ხაბეიშვილი თავმჯდომარე, მე იყო არის კიდევ ბოკუჩავა, რატომ არ გააკეთეთ ეს აქცია და რატომ სტენით იმ მელიას, რომელიც კიდევ ერთხელ მეორებ, სულაც არ არის ჩემი პოლიტიკური სიმპათიების სამიზნე და ობიექტი და არც იქნება. გასაგები მიზეზების გამო, ხო? ჩვენ სხვადასხვა მსოფლმხედველობა გვაქვს მელიას, მის პარტიას და მე მაგალითად, ხო? აქამდე რატო არ გააკეთეთ ეს საქმე? მელია ხო გაუშვით თავმჯდომარეობიდან, პარტიიდანაც. რატომ არ გააგრძელეთ ის საქმე, რაც იყო თქვათ ჩაფიქრებული, რომ ვიომეთში უნდა მივარდნილიყავით და სააკაშვილმა გაგათავისუფლებინათ იქიდან. აი ესეთი ამბებია მეგობრებო, ამის თქმა მინდა. კარგად დაუკვირდეთ მეთქი კიდევ ამით დავამთავრებ. ნუ ვეძით ერთმანეთს. ნუ უყოფთ ენას ყურიდან ერთმანეთს და ბორბლებში ჯოხებს ნუ უთხრით ერთმანეთს. ცუდად დამთავრდება ეს.
უპირველეს ყოვლისა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ალიანსი რაც არის თუ არ არის, ეგ არის, ეგ გვაქვს. ხო და ამ ალიანსის ჩაფლავება კიდევ უფრო გადაავადებს მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების ამბავს, იმიტომ რომ კიდევ უფრო გამყარდება ამ ალიანსის ჩაფლავებით ქართული ოცნების ბანდა ხელისუფლებაში. ანუ მიხეილ სააკაშვილი როცა ებრძვის ამ ალიანსს, ის ებრძვის საკუთარი გათავისუფლების შანსს. და ნაცმოძრაობაც ამაში გარკვეული წარმომადგენლები დიდი სიამოვნებით უბამენ მხარს და დედის ტრაქს ახურავენ თავზე ამ მთელ ალიანსს, მელიებს და ემეებს. მე ვნახე ახლახან და თქვენს ნახეთ და შეგახსენებთ, ერთმა სექტამ როგორ მოკლა თავისი ლიდერი. მამა ნიკოლოზმა შექმნა სექტა, რომელმაც მოკლა მამა ნიკოლოზი, იმიტომ რომ ექიმი არ მიუშვა. მამა ნიკოლოზამდე გეახსოვებათ ეს ამბავი. 3 დღის განმავლობაში ექიმი არ მიუშვა კაცთან, რომელიც მერე ექიმებმა დაადგინეს, რომ სამი და ცოცხალი იყო, იმ დოიდან მოყოლებული, როდესაც პირველად გაჟღერდა, მივიდა იქ ექიმი, რომ უნდა შესულიყო. 3 დღე უექიმოდ მოკლეს საკუთარი გურუ მამა ნიკოლოზის მრევლმა. აი ეს მაგალითად გაიაზრეთ ნაცებო. ისე არ მოიქცეთო თქვენი ლიდერის კარგა ხნით კიდევ ციხეში ყოფნა გამოიმუშაოთ ამ ალიანსთან ბრძოლით და ქიშპით. იხარეთ და იმრავლეთ. წარმატებებს ვისურვებთ ყველას ქართულ ოცნებასთან, რუსულ ბანდასთან ბრძოლაში. ეს ჩემი ინტერესია, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი არც ერთის მომხრე და მხარდაჭერი არა ვარ და არც ვიქნები. და მთელი საქართველოსითაც, იმიტომ რომ ჩვენი ეროვნული სახელმწიფოებრივი მიზანი არის საქართველოს გათავისუფლება რუსული ქოც ბორდელისგან. აი ეს არის წარმატებები.